ყოფილი მრჩეველი დარწმუნებულია, რომ ამ დემონსტრაციული ქმედებით, რაც ყველამ ერთად ვიხილეთ, ქართული ოცნების მიერ გავრცელებული კადრებით, ივანიშვილმა პირველ რიგში საკუთარივე გუნდში უთხრა ყველას, რომ ის ისევ თამაშია, ის არის ერთადერთი გადაწყვეტილების მიმღები მთელს ამ პროცესში და ირაკლი კობახიძე არის მხოლოდ და მხოლოდ მისი დავალებების შემსრულებელი, რაც არის დამცირება პირდაპირ ირაკლი კობახიძის, რომელიც ფორმალურად იკავებს პრემიერ-მინისტრის თანამდებობას, ასე ფიქრობს გია ხუხაშვილი, მათ შორის ბიძინა ივანიშვილის ყოფილი მრჩეველი დარწმუნებულია, რომ ილჰამ ალიევს ექნებოდა კომუნიკაცია ბიძინა ივანიშვილთან მის თანამდებობასთან დაკავშირებით, კერძოდ იმაზე, რომ ის ურჩევდა ბიძინა ივანიშვილს დაბრუნდეს ფორმალურ თანამდებობაზე და სწორედ ასე აწარმოოს სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოლაპარაკებები სხვადასხვა ქვეყნის ოფიციალურ პირებთან. ის, რომ ირაკლი კობახიძეს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დიდი დრო არ უწერია, ამაში დარწმუნებულია ეკა ბესელიაც. როგორც ჩანს დაჭირდა უკვე რომ თვითონ სისტემაში თუ რაღაც ეჭვები გაჩნდა რომ კობახიძე რამეს წარმოადგენს სისტემის ეჩვენებინა რომ კობახიძე არაფერს არ წარმოადგენს აქ ვარ მე ბატონ პატრონი და ჩემზე უნდა ილოცოთ. ეხლა რაც შეეხება კობახიძეს ნუ ის ტრაგიკული პიროვნებაა ის მის სახეზე ისეთი სიძულვილი იყო პოლიტიკური მამის აღბეჭდილი გუშინ ჩვენ რაც ვნახეთ რომ ბიძინა ცოტა ფრთხილად იყოს იმიტომ რომ ბავშვები ზოგჯერ აფექტის მდგომარეობაში ცუდ რაღაცებს აკეთებენ, ხო, სიფრთხილეა მაინც საჭირო. რაც შეეხება რაზე უნდა ესაუბროთ იმ და ისაუბრეს კიდევაც ალბათ იმ ესე რომ ვთქვა გეოპოლიტიკურ ფუნქციაზე, რაც აზერბაიჯანს და საქართველოს დიდი ხანია აქ და დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. დარწმუნებულია რომ ალიევს ზუსტად ეს სტრატეგია აქვს აღებული და იმედი მაქვს რომ ივანიშვილსაც აიყოლიებს ამაში. მაგრამ ამასთანავე იმედი მაქვს რომ ურჩევდა რომ ინსტიტუციონალიზაცია მოახდინოს რა მაიმუნობას თავი გაანებოს ის მართავს ქვეყანას ის იღებს ამ უფლებებს შესაბამისად ვალდებულებაც დაიბრუნოს გახდეს პრემიერ-მინისტრი და პრემიერ-მინისტრის რანგში სადაც საჭიროა იქ შეხვდეს მაღალ სტუმრებს და არა თავის სახლში ესე რომ ვთქვათ ხინკალზე ატაროს. ვერაფერი ისე ზუსტად ვერ გადმოსცემს აი ესეთი ფილიგრანული სიზუსტით ვერ გადმოსცემს როგორი მართლობა დღეს ქართულ ოცნებას ერთი ადამიანის მართლობა სადაც პრემიერად წოდებული კობახიძე როგორც ადიუტანტი აი ესე რომ დაადის ამ შეხვედრების დროს აი ბიზნეს ცენტრში და არ მგონია რომ კობახიძე დიდხანს არჩევს პრემიერის პოზიციაზე ბოლო პერიოდის მოვლენები და გარკვეული ინფორმაციები მაძლევს ამის შესაძლებლობას რომ ის არ მგონია რომ დიდხანს დატოვოს ივანიშვილმა ბიძინა ივანიშვილმა ყველაზე მკაფიოდ დააყენა კითხვის ნიშნის ქვეშ ქართული ოცნების მოქმედი მთავრობის ლეგიტიმაციის საკითხი, რაც მისივე გუნდის რეალური შეურაცხყოფა, ასე ფიქრობენ ოპოზიციაში და ისინი ახსენებენ ქართულ ოცნებას გარეჯის სამონასტრო კომპლექსის საკითხს, რაც მთავარ პროპაგანდისტულ ხაზად ჰქონდა ქართულ ოცნებას 2020 წლის არჩევნების წინ, რასაც შეეწირნენ ფაქტობრივად ადამიანები, კარტოგრაფები, რომლებიც დააპატიმრეს და ამდენიმე თვის განმავლობაში ისინი საპატიმროში იმყოფებოდნენ. ამის შემდგომ გავიდა 6 წელი ქართული ოცნება მაშინ ირწმუნებოდა რომ ამ საკითხს გადაჭრიდა საქართველოს სასარგებლოდ, თუმცა წინსვლა ყოველ შემთხვევაში საჯაროდ ამ პროცესზე არ ჩანს. როგორც ივანიშვილი ამბობდა ირაკლი ღარიბაშვილზე, რაც გინდათ ის დაუძახეთ მოცემულობით, იგივეა დღეს ირაკლი კობახიძეც, რომელიც უკან მოჩანჩალებდა სინამდვილეში ქვეყნის პირველი პირი. რა აზრი აქვს, ვინ არის საპატიო თუ არასაპატიო თავმჯდომარე? ქვეყნის პირველი პირი მოჩანჩალებდა უკან ორი პირის შემდეგ. ეს იყო ალიევი და ეს იყო ივანიშვილი. რაც არის საქართველოს მართლა რეალური სუვერენიტეტის და დემოკრატიული ინსტიტუტების რღვევად ივანიშვილს და ქართულ ოცნებას ყოველთვის გავახსენებ ასეთი ვიზიტების დროს რა ხდება დავით გარეჯთან დაკავშირებით. გადაიჭრა თუ არა მეგობარ ქვეყნასთან ეს პრობლემა, რომელიც რეალური პრობლემაა, რომელიც პროპაგანდისტულად ბრალდებების სახით გამოიყენა ივანიშვილმა. ერთი ცხადია რომ ალიევმა ზუსტად იცის ვინ არის ამ ქვეყნის რეალური მართველი და ვის არ აქვს საერთოდ ლეგიტიმაცია. და შეხვედრა სწორედ ამას ცხადყოფს. მე და ჩვენ და მთლიანად ქართული საზოგადოება არის შეწუხებული იმით, რასაც უყურებთ, რომ საერთოდ არაფორმალური არანაირი თანამდებობის პირი ესეთი მოწიწებით ხდება
მეზობელი სახელმწიფოს ლიდერს, ხოლო ის ვინც უნდა იყოს ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოსი, ის თითქოს უცხოა, თითქოს არაფერს წარმოადგენს. ქართულ ოცნებას ჰქონდა კამპანია, რომ გარეჯი არის საქართველო, დიახ, გარეჯი საქართველოა, მაგრამ ქართულ ოცნებას არაფერი გაუკეთებია ჩვენს მეზობლებთან, რომ შევთანხმებულიყავით კონკრეტულ ტერიტორიებზე მომხდარიყო საზღვრის გავლება. ივანიშვილი პრემიერ კობახიძეს ხან გაყიდვების მენეჯერის ფუნქციას უთავსებს არაბულ საინვესტიციო პროექტში, ხან ისე დამამცირებელ როლში ამყოფებს, რაც გუშინ ვიხილეთ. ეს იყო კონსტიტუციური წესრიგის მოშლის ყველაზე თვალსაჩინო დადასტურება, როდესაც პრემიერი ქვეყნის არაფორმალური მმართველის თანაშემწის როლით იყო წარმოდგენილი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის პრეზიდენტთან შეხვედრაზე. თუ კობახიძე თავის დაწერილ კონსტიტუციას მაინც ემს პატივს, ვურჩებთ გადადგეს პრემიერ-მინისტრობის თანამდებობიდან. ეს იქნება ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება მის პოლიტიკურ ბიოგრაფიაში. თავად ირაკლი კობახიძე კი მედიასთან არ ჩნდება, ზოგადად ის გამოირჩევა მედიასთან აქტიური კომუნიკაციით, თუმცა ამ შემთხვევაში ბოლო 3 კვირა ის დაახლოებით არ გამოჩენილა მედიასთან. კითხვები ბუნებრივია დაგროვდა ძალიან ბევრი, თუმცა ჩვენ არ გვაქვს ჯერჯერობით იმის შესაძლებლობა, რომ პირადად მას დაუსვათ ეს კითხვები.